საღამშვიდობისა მოგესალმებით, ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას. მე გახლავართ ირმა ინაშვილი და დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ვიქნებით თქვენთან ერთად ობიექტივის პირდაპირ ეთერში და ტრადიციულად როგორც წესი, ეს არის ობიექტივის ძალიან კარგი პროექტი, ასე ვთქვათ, რომ ირეკება ზარები, თქვენი ზარები შემოდის ჩვენს გადაცემაში, გვიზიარებთ თქვენს მოსაზრებებს და ეხლა ძველი რომ იქნება თქვენი ძალიან აქტიური ჩართულობა. როგორც წესი, როდესაც წამყვანი, ან ექსპერტი, ან პოლიტიკოსი არის ამა თუ იმ ტელეარხის პირდაპირ ეთერში, ის ყოველთვის თვითონ საუბრობს და მის აზრებს უზიარებს აუდიტორიას. რაღაცნაირად მინდა დღეს თქვენ მოგისმინოთ, თქვენ რას ფიქრობთ? საერთოდ ამ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, თქვენ როგორ ცხოვრობთ, რა გაწუხებთ, რა გიხარიათ, რა გადარდებთ, აი ამ თემებზე სასაუბროდ გავხსნათ ჩვენი ეთერი და ძალიან საინტერესო არის მოსმენა თქვენი მოსაზრებების, იმიტომ რომ მე კი ვიცი, სადაც ვცხოვრობთ, როგორ ქვეყანაშიც, რა გამოწვევებიც გვაქვს, რა პრობლემების და ამაზე ხშირად ვსაუბრობთ ამ გადაცემაში, მაგრამ თქვენი როგორც ჩვენი ტელემაყურებლების მოსაზრებები განსაკუთრებულად ფასეულია. ისე სიმართლე გითხრათ, მოუმზადებელი არა ვარ დღევანდელი ეთერისთვის, ვინაიდან ნარკოპოლიტიკას და ბოლოდროინდელ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას მინდა შევეხო. იცით თქვენ რომ ქართული ოცნება გამოვიდა ინიციატივით გამკაცრდეს ნარკოპოლიტიკა და უკვე პარლამენტში განხილვა მიმდინარეობს, პირველი მოსმენით მიიღეს ეს კანონპროექტი და მთელი რიგი შეზღუდვები არის დაწესებული. ეხლა დეტალებში შევიდეთ მერე გადაცემის მსვლელობისას, მაგრამ რო დავფიქრდეთ და გავიაზროთ, რა თქმა უნდა, თვითონ ის ფაქტი, რომ მართველი პარტია იწყებს ჩაღრმავებას იმ პრობლემაში, რასაც ქვია ნარკოტიკთან დაკავშირებული პრობლემა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ როდის მოვიდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში 2012 წელს. რამდენი წელი გავიდა? 13 წელი. ანუ 13 წლის მერე, აი რაც 13 წლის მანძილზე დაზიანდა, ზოგჯერ გამოუსწორებელი ზიანიც კი არის დაფიქსირებული ამ ახალგაზრდებთან მიმართებაში. რამდენიმე თაობა გაიზარდა ამ 13 წლის მანძილზე და ეს ზიანი სახეზეა უკვე. და 13 წლის მერე ჩვენ ვიგებთ მართველი პარტიის ლიდერებისგან, რომ გარედან თავს მოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ეგრეთ წოდებული ლიბერალური ნარკოპოლიტიკა. გავაგრძელებ მე საუბარს ამ თემაზე, ჩვენს ტელემაყურებელს მოусმინოთ მანამდე. საღამშვიდობისა, გამარჯობათ. გამარჯობათ, პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. დრო არ დავკარგოთ. თუ გესმით ჩემი ხმა, საუბარი დაიწყეთ. ალო. ისაუბრეთ. ის მომიხსნიეთ, როგორ უნდა გავიკო ზაღლების თავის საფარი ნომერი ტელეფონისა. ვისი ნომერი? თავის საფარი ზაღლებისა ქალაქში რომ არის. თავშესაფარი. კეთილი. გადაცემის შემდეგ დაგირეკავთ და ამ ნომერს შეგატყობინებთ. შემდეგ იზარი თუ არის შემოვიყვანოთ ეთერში, თუ არა და განვაგრძოთ საუბარი, ძალიან მძიმე პრობლემა არის, რა თემად შემოვიტანე ხოლმე დღევანდელ გადაცემაში. ჩვენ ხედავთ თვალსა და ხელშუა, როგორ გამოგვეცალა ხელიდან ახალგაზრდობის ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც დააზიანა, ფიზიკურად დააზიანა აი ამ ახალი ტიპის ნარკოტიკმა. მსოფლიოში უნდა ითქვას, რომ არა მარტო საქართველოსთვის არის ეს გამოწვევა,
მთელი მსოფლიო დღეს ცდილობს დაუპირისპირდეს ამას ჰიბრიდული, ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული ნარკოტიკი, რაც არის ქიმიურ შენაერთებს მომაკვდინებელ ნივთიერებებს, რომელიც შეიცავს და ჩვენ, რა თქმა უნდა, მსოფლიო გვადარდებს, მაგრამ პირველ რიგში ჩვენი პატარა ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და ჩვენი შვილების თაობა და მომავალი გვადარდებს. ნარკოტიკის ზედოზირებით მსოფლიოში წუთში 68 ადამიანი კვდება და ექსპერტები განმარტავენ, რომ მთავარი ამისი მიზეზი არის სრულიად ახალი ნივთიერებები, რომლებიც ერევა მერე ამ ნარკოტიკს და ეს ნივთიერებები, ფენტანილზეა ლაპარაკი, კიდე სხვა ნივთიერებებზე, ეს ნივთიერებები არის პირდაპირ მომაკვდინებელი. ასევე ეს ნივთიერებები ძალიან მძიმე გავლენას ახდენს მომხმარებლის და ამ შემთხვევაში ძირითადი აქცენტი მაინც ახალგაზრდობაზე მაქვს მე ფსიქიკურ მდგომარეობაზე პირდაპირ იწვევს ფსიქიკურ აშლილობებს პირდაპირ იწვევს შიზოფრენიებს ეს არა გენეტიკური არამედ შეძენილი დაავადებებია და აი ამ ძალიან მძიმე რეალობის წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანაც ზარია ეთერში საღამშვიდობისა მოგესალმებით გამარჯობა ურთულესი სიტუაცია ისეთი გულისხმობ ვამბობ ჩემი უახლოესი ადამიანი ამ ურთულეს სიტუაციაში და რამდენიმე წამს ორობს იმედად და რომ სულ მალე ხალხი მოვა ფონზე და მოიყვანს ხელისუფლებაში ეროვნულ ხალხს, პატრიოტ ხალხს, როგორების არც ნომერ 8-ში გაერთიანებით ვერტვა ხელმოგიფართოს. მადლობ, დიდი მადლობა. არის მოგეხსენებათ ამას ქვია დარკნეტი, ნარკოტიკის, სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკის ინტერნეტით გავრცელებას. ესეც ძალიან დიდი პრობლემა არის მთელი მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ ახალი ტექნოლოგიები, ახალი მიმართულებები ჩნდება რეალიზაციის ნაწილში, როცა ძნელი არის უკვე რეალიზატორს მიაგნო და ის თავით ვინც არის, აი რეალიზატორი თავარი გამსაღებელი, ასე ვთქვათ, იქამდე მიხვიდე, იმიტომ რომ ყველაფერი ეს ხდება ინტერნეტის საშუალებით და კვალი იკარგება. ამიტომ მარტო საქართველოსთვის არა, მთელი მსოფლიოსთვის ეს ინტერნეტით ნარკოტიკის რეალიზაცია არის სერიოზული გამოწვევა სამართალდამცავი ორგანოებისთვის პირველ რიგში და საქართველოში ხო წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობაა. ჩვენ არაერთი ფაქტი გვაქვს იმისა, რომ სწორედ ინტერნეტით ხდება ამ ნივთიერებების გავრცელება, სხვადასხვა ტიპის გამავრცელებლები არიან ჩართული. ახალგაზრდობა სამწუხაროდ, აი ჩვენ ბევრი ფაქტი ვნახეთ იმისა, როგორ არის ამ რეალიზაციაში ხან სადარბაზოში დებენ ამ ნარკოტიკს, ხან მიწაში მარხავენ და მერე სხვა ახალგაზრდა იღებს ამას და იწამლება და კვდება საბოლოო ჯამში და აი ეს 13 წელი როგორ არ უნდა დავსვა ეს კითხვა არ ვიცი ეს 13 წელი როდესაც ეს ხდებოდა ჩვენ თვალწინ ამდენი ახალგაზრდა იღუპებოდა ჩვენ რას ვაკვირდებოდით და რას ვხედავდით ჩვენ ვხედავდით რომ ყველა არხი თითქმის მათ შორის ისეთი სახელისუფლებო არხებიც ეწეოდნენ პროპაგანდას რომ არაფერი არ არის ეს მარიხუანა რა არის არაფერი არ არის მარიხუანა ეს ესეთი არც კი შეიძლება ნარკოტიკში გაიყვანო მე სპეციალურად იყო რაღაც მოძრაობები თეთრი ხმაურის მოძრაობა ის შემოიყვანეს ეს სპეციალურად რომ პოპულარიზაცია გაეწია ამისთვის მე იყო გირჩი მოგეხსენებათ რომელიც პირდაპირ ტელევიზიით გადასცემდნენ იმას როგორ ეწევიან მარიხუანას და ამითი ახალგაზრდებს აჩვევდნენ ნელ-ნელა რომ ეს არაფერი არ არის იცი და ხელისუფლება ეხმარებოდა ამ ყველაფერში ამ ხალხს ის იყო მათი ზურგი და უბიძგებდა ამისკენ თორე ვინმეს რომ ამისი შეჩერება სდომებოდა 13 წლის უკან შეაჩერებდა მაგრამ ის რაც დღეს ხდება ხა რომ მკაცრდება ესეც პროფესიონალების ძალიან დიდ დისკუსიას იწვევს სხვათა შორის მაგრამ
ყველა ვარიანტში რაც არ უნდა ხდებოდეს, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ პრობლემას ეს არის ჩვენი გენოფონდის წინააღმდეგ მიმართული ძალიან დიდი უბედურება, რომელსაც დიდი ფართომასშტაბური მიდგომა ჭირდება და ყველა ინსტიტუტი უნდა იყოს ჩართული ამ პრობლემის აღმოფხრაში, გადაწყვეტაში, დარეგულირებაში, განსაკუთრებული აქცენტი პრევენციაზე უნდა კეთდებოდეს, განსაკუთრებული აქცენტი უნდა კეთდებოდეს სამკურნალო დაწესებულებებზე, მათ სრულყოფაზე ზარია ჩვენს ეთერში და გავაგრძელებ საუბარს და არა მარტო დასჯაზე და არა მარტო გამკაცრებაზე, რაც ზოგიერთ შემთხვევაში იმას იწვევს ხოლმე, რომ უკვე იატაკქვეშეთში გადადის რეალიზაციის სისტემა, ანუ სიბნელეში გადადის. ამიტომ ზომიერი უნდა იყოს ეს ყველაფერი და ზომიერება უნდა იყოს დაცული ამ ნარკოპოლიტიკაში. ზარია ეთერში. გამარჯობათ. ახლა უშუალოდ გადარჩება რომ ასეთი ამბავი ქალბატონი ირმა. დიახ. ამ ნარკოტიკების გავრცელებაზე რომ ლაპარაკობ ჩვენ ამ ნარკოტიკებს ავრცელებს თვითონ ის ორგანოები, რომლებიც ჩართული არის ამის რეალიზაციას სრულადობად იგენის საკრებაზე. ხდება მე ჩამორდობა და მე ხდება ამის რეალიზაცია, ეს ფაქტია. ასე მასიურად არ გავრცელდებოდა ეს. მთელი საქართველოში მოდობილია მაინც ნარკოტიკების იგე. გოგოები, ბიჭები, საქართველოს ახალგაზრდობა ისე იგი ახალგაზრდობა დაღუპვის გზაზეა დამდგარი. მადლობთ, დიდი მადლობა ზარისთვის და თქვენი პოზიციის დაფიქსირებისთვის. წეღან გაკვირით ვახსენე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქართული ოცნების ლიდერების განცხადებით ის ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებდითო, ამას კი აღარ ამბობენ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის გარედან იყო თავს მოხვეული. გარედან თავს მოხვეული მიდგომების ნაწილი იყო, უფრო ზუსტი ციტირება ასეთია და ისე იმდენი კითხვა ჩნდება ამასობაში. ახლაც რამე ისეთი ხوار ხდება, რომ ცუდი არის ვეგუებით და მე გვეტყვით, რომ ეს იქიდან იყო თავს მოხვეული, ან ჩვენ რაღაცა არასწორად გავაკეთეთ. ზარია ეთერში კიდევ ერთი. საღამომშვიდობისა, გამარჯობათ. თუ გესმით, ჩემი ხმა ისაუბრეთ. გამარჯობა. ისაუბრეთ, ჩემო ძვირფასო. გამარჯობათ. არ ვიცი თუ მისმენთ ქალბატონო ირმა. გისმენთ, ყურადღებით ისაუბრეთ. რაიმე ძალიან გამეხადა თქვენი დანახვა. აი ზის იმასკენ რო დავრეკე და თქვენ გესაუბრებით. მეც მიხარია. ქალბატონო ირმა, ეხლა კი არა ძალიან დიდი ხარია ბორჯომი და თელოჯა. რატომ არ შეგიყვანეს თქვენ და ქარხალ მოურავი? თქვენ რომ ყოფილიყავ დღეს ამდენი პრობლემები არ მექნებოდა. არც ეს არც განათლება, არც სოციალურებს, არც პენსიონებს, არ ვიცი რა, ძალიან გაჭირებაში ვარ ქალბატონო ირმა. როგორი უნდა ვიყოს ასე არ ვიცი რა. ჭაობში ვარ, აი თვითონ ჭაობში ვარ ეს ხალხი და არჩევნები რომ მოდით რომ იმასკენ თქვენ მოგეცით ხმა. ჩვენ ასე გქონდა თემეუღლე ხა გარდაცვლილია კოვიდი. სიხარული პიროდა რომ ესე ირმა მოდითო, იმიტომ აფხაზეთის ომში თქვენ გმირი ქალბატონი ხართ. მარტო მეერე თამარმეთე. მე ამას ვიცოდებ. ყველა მეკავა ომში ქალბატონი. ამდენი ქება სასარგებლო სულისთვის არ არის. ძალიან იმად გავდივათ ამ ცხოვრებას რა, ამას ცხოვრება არცია ქალბატონო ირმა. საიდან მიკავშირდებით? ბორჯომიდან. აი გადაცემა დავიწყე ამ კითხვით. ჩემი საყვარელი ქალაქია ბორჯომი. ბორჯომში გავიზარდე სკოლა, იქ დავამთავრე. ასე რომ აი
გასული ბრძანდები. სიამაყით ვამბობ ყოველთვის, რომ ბორჯომი არის ჩემი მშობლიური ქალაქი. როგორ ცხოვრობს ხალხი? აი, გვეუბნებია, რომ ეკონომიკა გაიზარდა, ყველაფერი კარგად რა არის. გაიზარდა? აი გამეჩინა 40% მიმარზე ვართო, რას ლაპარაკობ, რა გაჭირებაში ვარ ხალხი. აი პენსია მე გამოტანილი მაქვს ალბათონო ირმა. პენსია მე გამოტანილი მაქვს. დიახ. ხო და ესე იგი 37% ხო იყო 20% გვაძლევდა. ოპერატორი მეუნება რაო ხო დაგიკლეს 21%-ო. ეს არ არის დაკლება. მე ვხარ 3%-ში მოვწეს. მარტო წამლებში მივიდეთ ქარელა კურსავჭამ. ეს არ არის ცხოვრება. მე არ ვიცახი რომ მე მილიონები კი ჩემზე მე იმსახურებენ ვისაუბრებაში, მაგრამ ხალხსაც ნუ მიმანწებიან რა ასე ნუ ჩაგვაგდებენ გაჭირებაში. მოკლედ აი მე ბანკში მუშაობდი ადრე, სიხარული შემოქონდათ გლეხებს, მუშებს ყველას და 2% გაქონდათ, მე და უხაროდათ თავიანთი შემოტანილი ფული პროცენტით ცხოვრობდა ხალხი. თუცელი ქონდა მე რასი არ შეიძლება რა ცხოვრება არ ვარგა რა მაშინ დავხოცო ეს პენსიონები და ეს იყო თვითონ მარტო ძალიანაც ქოთრა შედი თქვენ პარლამენტში იყო სარჩელები და თქვენ შეიძლება რომ ბატონმა ივანიშვილმა რომელიც ყოველდღე დაუდეკი თქვენ ადემნები ყოველ ჩვენთვის რო ხმები არ წაერთმიათ ეხლაც პარლამენტში ვიქნებოდით. დიდი მადლობა ზარისთვის. მაგრამ ის უნდა სიმართლე ქალბატონო ირმა არ არის არ მოსწონს სიმართლე. გენაცვალე, გეფერებით ბევრს მოკითხვა ბორჯომელებს, გამეხარდა რომ დარეკეთ და ვინაიდან პენსიის თემა შემოვიდა, არ შემიძლია არ თქვა. არის ვეტერანთა დეპარტამენტი, რომელსაც ხელმძღვანელობს არაჩვეულებრივი ადამიანი, ჩვენი მეგობარი კობა კობალაძე, ის ძალიან ბევრს იღწვის იმისათვის, რომ ვეტერანებს დაეხმაროს, 70,000-ზე მეტი ვეტერანია საქართველოში და ბევრს შრომობს იღწვის. მე მაგალითად ნანახი მყავს კობა, საავადმყოფოში როგორ მოიყვანა პირადად თვითონ ვეტერანი და გაატარა სამედიცინო შემოწმება. მაგრამ ერთი არის ვეტერანთა დეპარტამენტი და რასაკეთებს პერსონალურად და სტრუქტურულად ის და მეორე არის საერთოდ სახელმწიფოს მიდგომა. სადღაც არის 100 ლარი ვეტერანი რასაც იღებს ყოველთვიური შემწეობა ქვია ამას და რო გადავხედოთ ჩვენ პარლამენტარის პენსია სიცოცხლის ბოლომდე ყოფილი პარლამენტარების პენსია სიცოცხლის ბოლომდე არის 1035 ლარი. ეხლა შევადაროთ სამშობლოსთვის რო თავს წირავს, თავი გაწირა იმ კაცმა, იმისი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან არის თვეში 100 ლარი. ხო არის ეს უსამართლობა, რაღაცნაირი არათანაბარი მიდგომა, ხო? არ ვიცი. ავიღოთ პენსიონერი რიგითი 350 ლარი არის მისი პენსია. ხელფასებს რო გადახედოთ, ცუდი კი არ არის, როცა დეპუტატს ან მინისტრს, ან სახელმწიფო მოხელეს, რომელიც სახელმწიფოს მართავს მაღალი ხელფასი აქვს. ეს მაღალი ხელფასი ნიშნავს იმას, რომ რაღაცეები კორუფციისკენ აღარ გაიხედონ, მაგრამ აქ მაღალი ხელფასიც არის, იქითაც იხედებიან. ორივე სახერხებენ, მაგრამ რო შევადაროთ, აი პედაგოგი დამსახურებული ავიღოთ და იმისი პენსია და დეპუტატის ხელფასი 8,000-დან 12,000, 14,000 ლარი, ისეთი ციფრები გვესმის, რომ ესეც ძალიან დიდი უსამართლობა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ბალანსი, სოციალური ბალანსი აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ადამიანმა რომელმაც იბრძოლა, რა მაგალითს ვაძლევთ ჩვენ შვილებს. აი აფხაზეთის ომის ვეტერანის შვილი რა მაგალითს იღებს? კი არის დახმარება, იქ აფხაზეთის ომის ვეტერანის შვილისთვის სწავლის გადასახადი არის შემცირებული, საერთოდ გათავისუფლებული, ბევრი რაღაც ასეთი ნიუანსებია, მაგრამ მაინც ესეთი მიდგომა რო იყოს, იცით, ღირსეული მხარში დგომა სახელმწიფოს მხრიდან. ამას რომ გრძნობდეს ვეტერანი, ან დამსახურებული პედაგოგი, დამსახურებული ექიმი, ასე არ არის. და
არ ვიცი თქვენ დალოცვილებო ქართულ ოცნებას ვეუბნები თუ ესე აყვავებულ, გაბწყინებულ, განათებულ, აღმშენებლობით ახსავსე ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენი ეკონომიკა უსწრებს, რა ვიცი, გერმანიასაც უსწრებსო, საფრანგეთსაცო და არ ვიცი კიდევ ის იაპონიას, ჩინეთს. მათი განცხადებებით, მაშინ რატო არ შეგვიძლია რომ აი ეს უზრუნველყოთ ჩვენი ადამიანების ბედნიერი ცხოვრება უზრუნველყოთ ჩვენსავე სამშობლოში. ზარია კიდევ ერთი ჩვენს ეთერში საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა საგოდნო დიდი პატივისცემით გინდამე. მადლობთ. მე მინდა ერთ საჭირო საკითხზე გავამახვილო საზოგადოების ყურადღება. სოციალური სისტემში გავხსნა ესეთი გადაცემა, სადაც ეწოდებული პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი ითხოვს ახალგაზრდებს. ყველა ასეთი ახალგაზრდა არის ამ ორი სახით და აკეთებს ესეთ განაცხადს, რომ თავის აღმასრულებელიო ქართველებს ახორციელებს და საქართველოში მოდესაც მოდიოდნენ სტატებით საქართველოს გასაფორმებლად. ეს ერთი განაცხადი, ესე ახორციელებდა რა. და ქართველებს თავის აღმასრულებელი არ უყარდათო, ამიტომ მას გასცილებში არ მიიწნესო. ხო, ის დავით აღმაშენებელი არ უყვართო ქართველებსო, ლევან ბერძენიშვილი უყვართო? კი, არის ესეთი განაცხადი და კიდე ამბობს დავით აღმაშენებელი უწოდეს მაშინ როცა მე-16 საუკუნეში მანამდე არ უწოდეს აღმაშენებელიო და ესე იგი ჩდება კითხვა ახალგაზრდებს ესე აბოლებს და კულტურებს თუ ქართველები საქართველოს არ დაიცავდნენ და საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს დავსვათ მოხუცებს, თალებს, ბავშვებს და თავთან გაწირავდნენ სამშობლოში, მაშინ საქართველოს დენდო როგორ მოვიდოდა, ამ ქართველები როგორ გადარჩებოდნენ, ერთი კითხვა. მეორე კითხვა, სოფლიოში თუ ყოფილა ისეთი ომი, სადაც მოქალაქეები არ იბრძოდნენ მტრების წინააღმდეგ და არ ეწირებოდნენ თავიანთ სიცოცხლეს აწირავდნენ მტრებს, რომ სამშობლო გადაეცა, თუ ამ ქვეყანა დაეცა. ასეთი ომის ჩატარებულმა სოფლიოში ძალიან მაინტერესებს. და კიდე მაინტერესებს კითხვა ესეთი მაქვს, რომ საქართველოში რამდენი დიდებული მამული შვილები ყავს და რამდენი წმინდანი ყავს და იმასის ლექსები შეიძლება სულ არ მიუწიეთ, მაგრამ ამით იმასი ავტორიტეტი რომელიღაც შეიძლება ხა? აი რასაკეთებს, რატო ურევს თავისას ახალგაზრდებს და რატო უწამლავს გონებას? ეს ლევან ბერძენიშვილი უნდა მოწილდეს სასწავლო აუდიტორიებს. მისი მოსმენა საერთოდ არ შეიძლება, იმიტომ რომ არასწორი მიმართულებით მიყვანს ახალგაზრდების. დიდი მადლობა, მადლობთ. ჩვენ გვისაუბრია არაერთხელ ამ თემაზე გადაცემებში, ჩვენს გადაცემებში განათლების სისტემის დიდი ნაწილი, სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, ხელში გადაეცა, ჩაუვარდა თუ როგორც არის. ყოველ შემთხვევაში აი ესეთი ადამიანები, ბერძენიშვილები, ნოდარ ლადარიები, გიანოდიები, კიდე ბუღაძეები და ასე შემდეგ, აი დღეს რო გმირებად და დემოკრატიის დამცველებად გვევლინებიან, აი ეს ადამიანები მიუშვეს პირდაპირ ჩვენს ახალგაზრდობასთან და მათ გულებთან, მათ ტვინებთან და პირდაპირ ეს გეგმაზომიერად ხდებოდა საქართველოს ისტორიის ამოყირავება, ინტერპრეტაცია კი არა, ინტერპრეტაცია სხვა რამეა. აქ პირდაპირ ამოყირავება, ანუ გმირების ანტიგმირება წარმოჩენა, რაღაც ისტორიული გამარჯვებების დაკნინება. დავით აღმაშენებელზე საუბრობდით ახლა თქვენ, შეეხნენ ყველას დაწყებული ვახტანგ გორგასლიდან დავით აღმაშენებელი და არ ვიცი, ყველას გადაუარეს, ყველაში რაღაცას ეძებენ და მე ეს გამართლებული იყო რაღაცა ცუდს, კარგს კი არა, ნეგატივს ეძებენ და ეს გამართლებული იყო იმითი, რომ კრიტიკული აზროვნებაო ხო უნდა ვასწავლოთო ჩვენს ახალგაზრდობასო. აი ეს ძალიან დიდი ბოროტება, რომელიც ქართული განათლების სისტემაში დღესაც არის ჩანერგილი ლევან ბერძენიშვილების სახით, ეს არის გასათავისუფლებელი. აქ არის ძირეული რეფორმა ჩასატარებელი, რომ განათლების სისტემა მისი ფუნდამენტი იყოს ეროვნული ღირებულებები და ესე უდიერად აუდიტორიებში არ უშვებდნენ
იმ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ წამლავენ ჩვენი ახალგაზრდების ცნობიერებას. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო პროექტი და ძალაში არის როგორც ჩანს ეს პროექტი კიდევ, რომ მიზანმიმართულად აი ამ ჩვენი ეროვნული გმირების, ისტორიული გამარჯვებების დაკნინება და რაღაცნაირი აბუჩა დაგდება ყოფილიყო დამკვიდრებული და არ გახსოვთ კომედიური შოუები იყო ესე მიდიოდა მათ შორის მაშინ სახელისუფლებო არხი იყო ზოგიერთი და პირდაპირ დაცინოდნენ ჩვენს გმირებს და აბუჩად იგდებდნენ და აშაკირებდნენ და არ ვიცი რა რაღაცა ხო უნდა დარჩეს წმინდა რაღაცა ხო უნდა დარჩეს ხელშეუხებელი ხო არ შეიძლება არა ისტორიის ამოყი ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე რომ აი რო ავიღოთ ჩემი თავი და დავით არხანმოურავი ჩვენი გუნდი ჩვენ ხო ვიცით რა გზა გავიარეთ როგორ ვიბრძოდით გულში რა გქონდა ფიქრში რა გქონდა რა ხელა განსაცდელს გაუძელით და დიდ ბრძოლებს სააკაშვილის რეჟიმის დროს მე იყო არც ამ დროს არ ყოფილა ჩვენი ცხოვრება ისეთი მშვიდი უკვე ყველა მხრიდან მაშინ ერთი გვებრძოდა მე ორივე მხრიდან გვებრძოდნენ და ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე რომ აი ისტორიას ესენი გააყალბებენ კი არა საერთოდ სხვა რამეს დაწერენ ჩემზე ალბათ ამათ რო ჩაუგდო ხელში ეს ჩვენი მატიანე და ესენი რო იყვნენ ჟამთაღწერელები ეხა ხო სხვა სისტემა არის უკვე ინტერნეტში იმდენად დიდი არის ეს საინფორმაციო ნაკადი დამახინჯებული ინფორმაციის რომ საერთოდ სხვა რამეს წაიკითხავენ ჩემზე ჩემი შვილიშვილები ალბათ მომავალში ზარია ეთერში კიდევ ერთი დიდი მადლობა თქვენი აქტიურობისთვის გისმენთ ყურადღებით გამარჯობათ ხალხო გამარჯობათ მე ვარ ომის ვეტერანი აფხაზეთის ომის ვეტერანი 2016 წლიდან თქვენი მხარდამჭერი თქვენ გუშინ წინ ლაპარაკობდით ამ ქსელებზე ორი ნაბიჯი და ესენი რომ არის ნიკორას და მაფიის შესახებ ლაპარაკობდით რომ ეს ფასებს იჭერენ ასე ვთქვათ ხელოვნურად რომელიც ხალხზე მოქმედებს რა თქმა უნდა ვარყოფითად მე ასეთი წინამორბედები მაქვს ამასთან დაკავშირებით აი მინდათ გითხრათ იქნებ მოამზადოთ წერილი სახელმწიფოს მმართველობის სახელზე რომ აი ესეთი ვაკხანალია როგორმე ამ მანქანალიას როგორმე მოუარო და ის ფერად დაასახელეთ აი ეს შემთხვევები აღწეროთ აი ამ წერილში და ჩვენ აი ეს ცოტა ასე თქვათ ისეთი ხალხი რომელიც ცოტა დამსახურებულია სახელმწიფოს წინაშე მოვაწერთ ხელს და რამოდენიმე ათეული კაცი მოაწერს ხელს და იქნებ საერთო წერილი მივწეროთ ამ მთავრობას რომ მიაქციოს აი ამ ყველაფერს და თქვენ იმ დღეს აღნიშნეთ ძალიან დიდი მადლობა ამ რჩევისთვის სიმართლე გითხრათ ერთნაირად ვფიქრობდით მე და თქვენ ასე აღმოჩნდა იმიტომ რომ მეც მაქვს ეს მეც ვფიქრობდი ამაზე რომ აისახოს ეს ყველაფერი ეს პრობლემა ეს ფაქტები წერილში მე იმ დღეს ვისაუბრე იმაზეც რომ რაღაცნაირი საინიციატივო ჯგუფი კეთდება მეწარმეებისგან ისინი შემოგვიერთდებიან და დიდი მადლობა ამ ხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, აი ამ მიმართულებით ეს ძალიან საჭირო არის და აუცილებლად ვიმოქმედებ თქვენი რჩევის მიხედვით. გაითი შაზარი, კარგი იქნებოდა გაგვიგრძელებინა საუბარი ვეტერანობის თემაზე მინდოდა კიდევ რამდენიმე კითხვის დასმა. აი სხვადასხვა თემები შემოიჭრა ჩვენს დღევანდელ გადაცემაში. მე რაღაცნაირად დავიწყე იმ თემით რომ აი ყველა მისაუბროს მის პრობლემაზე, ვინ ჩაერთვება ჩვენ ეთერში, მაინც გამოვყავი ერთი თემა ნარკოტიკების
ნარკოტიკებთან და ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული და მე სხვა თემებიც აება ამას აესხა. ეს არის ჩვენი დღევანდელობა, ეს არის ჩვენი სატკივარი დაწყებული საკვები პროდუქტის ფასებიდან, ხარისხიდან, გაგრძელებული ქვეყნის გეოპოლიტიკური გამოწვევებით, იმ სიტუაციით, რაც მთელ მსოფლიოში ხდება, ვითარებით, რაც ქვეყნის შიგნით არის, იმ პოლიტიკური ვითარებით, რომელიც რაღაცნაირი კრიზისი არ არის ჯერ ჩამქრალი, პოლიტიკური კრიზისი, რაც მთელი ამ თვეების განმავლობაში გრძელდება. ესეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება, ისე რა საინტერესოა, ჩემი თაობა, ჩემზე უფროსი თაობა, ვოცნებობდით ჩვენ იმაზე, რომ რაღაცნაირად შეგვეტანა წვლილი ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაში. ყველა ომები გამოვიარეთ, ამ ქვეყანას სადაც უჭირდა ყველგან ვიყავით. იმედი გქონდა რომ რაღაცნაირად დადგება ის დრო, როცა ჩვენ მართლა თავისუფალ, მართლა ლაღ, მართლა ბედნიერ ქვეყანაში ვიცხოვრებთ და ერთი და იგივე წრეზე, აი რაღაცა ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ 70 წლის განმავლობაში. სულ არის პრობლემა, არჩევნები როგორ ტარდება და ისა და არეულობა და არა საიმედოობა მერე იმ შედეგების, მერე არის რყევები, მერე არის რაღაცა სულ ქაოსი, არეულობა, ყველაფერი რაღაცა ტყუილზე და ფსევდოზე აგებული და ამასობაში იცით ის სიმართლე და რაღაცად იჩაგრება. სწორი იყო წეგან ქალბატონი ბორჯომიდან რომ დარეკა, რომელსაც ხარ აი სიმართლეო როგორ უნდა ვისჭირდებაო სიმართლეო. ჩვენ გვჭირდება ეს სიმართლე, თორე არაფერი იმაზე ადვილი არ არის, რომ ტყუილი ვილაპარაკოთ. მაგრამ პირველ რიგში პატივი უნდა ვცეთ ჩვენ თავს, პატივი უნდა ვცეთ საზოგადოებას და ეს ტყუილი არ უნდა ამოვთქვათ ჩვენ, არ გვეკადრება ესა. და ეხლა ტყუილზე აგებული ყველაფერი, სახელმწიფო პოლიტიკა, ოპოზიციის პოლიტიკა, ტელეარხებს რო გადახედო, ინტერნეტ სივრცეში რასაც წაიკითხავ, 100%-დან 80 არასარწმუნოა. და ეს არის რა, რაც არის. ზარია კიდევ ერთი ეთერში. გაითიშა სამწუხარო თუ მე გამიგრძელდა ალბათ ეს მონოლოგი ცოტა ალბათ მოკლედ უნდა ვილაპარაკო რომ ყველას მიეცეს საშუალება ეთერში შემოსვლის აი ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობ და იმ რაღაცა იდეალურ საქართველომდე რომელიც ყოველი ჩვენთაგანის გულშია, სულშია, გონებაშია ვერ მივედით სამწუხაროდ ვერ მივედით ვერანაირად აბა ეს არის საქართველო რაზეც ჩვენ ვოცნებობდით 70 წლის განმავლობაში კიდევ ლაპარაკობთ იმაზე რომ ვიღაცა ბოროტი ხალხი ბერძენიშვილების სახით ხელში იგდებს ჩვენს ახალგაზრდობას აქეთ მოიხედავ და ნარკოტიკი და საშინელი მომაკვდინებელი ნივთიერებები წამლავს ჩვენს ახალგაზრდობას და თაობები შეეწირა ამას და ეს ის თაობები არის ფსიქიკურად რო აზიანებს ეს ნარკოტიკი რომელმაც ხვალ ქვეყანა უნდა მართოს ჩვენ უნდა წავიდეთ ისინი მოვიდნენ და აი ესეთი დაზიანებული თაობა ამას ვტოვებთ ჩვენ ქვეყანას ჩვენ არა გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენს მომავალ თაობაზე 13 წლის მერე რო გაგახსენდათ ანტინარკოტიკული კანონმდებლობა ეს 13 წელი სად იყავით მაგრამ სად იყავით კი არა ისეთი არ ვიცი რა თავს ვიკავებ ხოლმე ზოგჯერ არ მინდა რაღაცა ყველაფერი ვილაპარაკო რა თორე ეს კანაფის სასარგებლო თვისებებზე სამედიცინო წარმოებაში მთელი ამბავი რო იყო ატეხილი ვინ ატეხა ეს ამბავი ეს არ მოქმედებდა ამ ახალგაზრდებზე ესეც იყო რაღაც შემოცურებული თემა რომ არაფერი არ არის მოწიეთ ეს მარიხუანა არ არის საზიანო და ეს ის მარიხუანა კი არ არის აი ჩვენ ახალგაზრდობაში გვესმოდა შიგადაში გეწეოდნენ მაგრამ ის ნატურალური მაინც იყო და ეს არის საშინელი მომაკვდინებელი ნივთიერებებით გაჯერებული რაღაცა საწამლავი და აი ამას ასე ვთქვათ აპუსწაკებდნენ რო იტყვიან რა რომ არაფერი არ არისო ესო და ამ პროპაგანდამ ძალიან დიდი სერიოზული ნეგატიური ასახვაპოვა ჩვენი ახალი თაობის მდგომარეობაზე. ზარია კიდევ ერთი ჩვენს ეთერში. დიახ. მოგესალმებით. მეც მოგესალმებით.
ასეთი კითხვა მაქვს. ხალბატონო ირმა, მაქვს ასეთი კითხვა. ხო. ყარსის მისმენთ. გისმენთ ისაუბრეთ. ყარსის შერშეკულება რომ დაიდვა. აი, ყარსის შერშეკულების ძირგული მელაპარაკა. მადლობთ. დიდი მადლობა. ჩვენ ძალიან ვრცლად ვისაუბრეთ ერთ-ერთ გადაცემაში ამ თემაზე დავით არხანმოურავთან ერთად და როცა ვიქნებით უახლოეს ხანში ეთერში, გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. რაღაცნაირად მინდა რომ გადაცემა რომ იყავს იმ ტემპო რიტმიდან არ უნდა ამოვარდე. ეხლა ლაპარაკობ რაღაცა სხვა ისეთ თემებზე, პირდაპირ გადახტე ყარსის ხელშეკრულებაზე ცოტა არასერიოზულად გამომივა, ამიტომ გპირდებით რომ ცალკე გადაცემას ამ თემას დაუთმობთ და იქ თქვენ მიიღებთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას. ჩვენ შევეხეთ სოციალურ საკითხებს, ჩვენ შევეხეთ რა მდგომარეობაა ქვეყანაში განათლების კუთხით, ჩვენ შევეხეთ აფხაზეთის ომის ვეტერანების მდგომარეობას და სხვათა შორის ძალიან მწუხა რომ 14 მარტს ვერ მოვახერხე მე გადაცემა წამეყვანა, არ მქონდა მისი საშუალება. ყოველ წელს 14 მარტს ვიხსენებ ხოლმე მე და საერთოდ ჩვენ აფხაზეთის ომის ვეტერანები იმ დაღუპულ მეომრებს, რომლებიც გამნაღველები იყვნენ ისინი და ჟურნალისტების დიდი ჯგუფი, რომლებიც აჩადარაში გადაღებისას 500 კილოგრამიან ბომბზე აფეთქდნენ. გულიკო გოდოლაძე, ჩემი მეგობარი არაჩვეულებრივი რეჟისორი, უნიჭიერესი, გიორგი პოპიაშვილი, ეს თაობა, რაღაცნაირი ლამაზი თაობა, ნიჭიერი თაობა, რომელიც სამშობლოს სიყვარულის გამო წავიდა აფხაზეთში, რომ ის კადრები დაეტოვებინა და ეს კადრები მომავალი თაობისთვის შეენარჩუნებინა. და აი ესეთი ხალხი მე თუ მკითხავთ, აი ესეთი თანამედროვე გმირების ისტორია უნდა იყოს ასახული სახელმძღვანელოებში და აუცილებლად თავისუფალი საათი იქნება სკოლაში თუ თანამედროვე ისტორიის საათი იქნება საქართველოს ისტორიის. აი ეს გმირების კონკრეტული ისტორიები აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს, ისმინებოდეს, ჩვენ უნდა ვუყვებოდეთ ამის შესახებ ჩვენს მოსწავლეებს, სტუდენტებს. აი ბერძენიშვილი კი არ უნდა იჯდეს იქა სიმართლე, ხა როგორ უნდა ვთქვა ჩემ თავზე, მაგრამ მოდი ხა ვიტყვი მაინც. ბერძენიშვილი რო ლაპარაკობს და ამოაყირავა მთელი საქართველოს ისტორია და კაცი არ დარჩა ჩვენი გმირებიდან გაულანძღავი. ამას ახლა არ ჯობია რომ იმ აუდიტორიაში ან მე მეკითხა აი ამ გმირებზე ლექცია, ან იადანელიას ეკითხა, რომელიც ასევე აფხაზეთის ომის ერთ-ერთი გმირი ჟურნალისტია, თამრიკო დეკანოსიძეს ეკითხა, ირინა გოგოსაშვილს ეკითხა ლექციები, არ მინდა ვინმე გამორჩეს, მაკარ აზმაძეს. აი ეს ხალხი შესულიყო აუდიტორიებში და გვეკითხა ჩვენი თვალით ნანახი ისტორიები მოგვეყოლა ამ ახალი თაობისთვის, მაგრამ ვინ შეგიშვებს იქა? ჩვენაირებისთვის დაკეტილია ის კარი და ლადარიები და დანარჩენები ბუღაძეები კი 13 წელია თუ რამდენი კიდე მანამდეც ხო იყვნენ, ხა წარმოგიდგენიათ, მანამდეც იყვნენ ნაციონალური რეჟიმის დროს. მე კიდე 13 წელი და ხა რამდენი თაობა გაიზარდა ამასობაში, კიდე კარგად არის ჩვენი საქმე. ზარია ეთერში. გისმენთ ყურადღებით საღამშვიდობისა. ხმა ცოტა ხმამაღლა ისაუბრეთ. არ მესმის, თავიდან უნდა დარეკოთ, რომ დრო არ დავკარგოთ, არ მესმის სამწუხაროდ, ან ტექნიკური ხარვეზი, ან თქვენ საუბრობთ ხმადაბლა. 30 წელია მეთქი ვტრიალებთ ერთ წრეზე, თითოეული ჩვენგანი ოცნებობს სხვა საქართველოზე, აი სხვა მე რომ მკითხოთ ახლა ჩვენ რომ მივდიოდით ჩვენი თაობა აფხაზეთის ომში მანამდე ცხინვალი იყო ჩვენთვის ეს იყო რაღაცნაირად აი ესეთი ომი გქონდა ნანახი ფილმებში
და მეტი არაფერი შეხება ხა არ მქონია ასეთ აფეთქებებთან და ეხა რა ტიპის იარაღი ფეთქდება ვიცი სნაიპერი როდის ისვრის გრადი როდის ფეთქდება ეს ყველაფერი ჩემ კურსში აღბეჭდილია მაგრამ მაშინ ხო არ ვიცოდი ძალიან პატარები ვიყავით 20-21 წლის მაგრამ ისე ვიყავით ჩვენი თაობა აღზრდილები ოჯახი იქნებოდა სკოლა უმაღლესი სასწავლებელი მე რაღაცა კი არ გვტენიდნენ ამ პატრიოტიზმს და კი არ გვაძალებდნენ ამას ისე ლამაზად შემოქონდა ჩვენ ცხოვრებაში პატრიოტიზმი სამშობლოს სიყვარული ოჯახს სკოლას უმაღლეს სასწავლებელს რომ ჩვენ ამას ვერ გვგრძნობდით რომ რაღაცა ძალდატანი იმიტომ ხო იცით ახალგაზრდობა ამ ძალდატანებას ეწინააღმდეგება და არაეფექტურია ხოლმე და ეს იყო ძალიან ლამაზად გაკეთებული ჩვენი ქართული ენის პედაგოგების მიერ, ისტორიის პედაგოგების მიერ, ლამაზად შემოტანილი ჩვენს გულში, ჩვენს სულში, ჩვენს გონებაში სამშობლოს სიყვარული რა არის. და აი ამ სამშობლოს სიყვარულმა წაგვიყვანა იქ და უკვე იქიდან ჩვენ დაბერებული თაობა ჩამოვედით. რაღაცნაირად ჩვენ სასაკთან შედარებით რაღაცა 10-20 წლით დაბერებული თაობა ვიყავით უკვე და ცხოვრებასაც უფრო სხვა თვალით უყურებდით და თითოეულ ჩვენგანს აი მე ხა ომის ვეტერანებზე ვლაპარაკობ და ჟურნალისტებზე განსაკუთრებით ქონდა ესეთი სურვილი მიზანი რომ წვლილი შეგვეტანა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაში საქართველო მართლა ყოფილიყო აყვავებული ბედნიერი ქვეყანა კი ბატონო რაღაცა კეთდება არა ვართ ბრმები რაღაცა როგორ არ კეთდება რაღაცა როგორ არ შენდება რაღაცა სიკეთე როგორ არ არის მაგრამ ჯამურად რომ ავიღოთ მაინც უფრო მეტის გაკეთება იყო ყველამ დააკლო, ყველამ დავაკელით ალბათ, ყველა ხელისუფლებებმა, რომლებიც მოდიოდნენ ხელისუფლებაში, მერე შეიტკბობდნენ ამ ხელისუფლებას და უკან წასვლა არ უნდოდათ და არც სხვისთვის გზის დათმობა არ უნდოდათ. ეს რა არის საერთოდ, რომ მოდის და წასვლა აღარ უნდა რა. და ის აზროვნება, როდის უნდა ჩამოყალიბდეს ბოლოს და ბოლოს ჩვენში პოლიტიკური აზროვნება, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს. ის კი არა, მე უნდა ვიყო მარადიულად. არა, რაღაცა უნდა შეიცვალოს, სხვაც უნდა მოვიდეს, სხვისთვისაც უნდა იყოს გახსნილი კარი. აი ესეთი რაღაცა რა, მოკლედ რა, ერთი და იგივე ამბავში ვტრიალებთ. ზარია ეთერში კიდევ ერთი. ეთერში ვარ? ეთერში ბრძანდებით, გამარჯობათ. მოგესალმებით. მეც მოგესალმებით. მამა გეორგი ვასილაძე ამბობდა, ხადაგებდა. ამ სიმართლესკენ უნდა ვიყოთო, ან სიცრუისკენ, ან ღმერთისკენ უნდა ვიყოთო, ან ეშმაკებისკენ, შუა არ არსებობსო. 1991-92 წლებში საქართველოში მოხდა სამხედრო კრიმინალური გადატრიალება და არავითარი სამოქალაქო ომი, რომელსაც დღემდე ფუთი ყუშები ვიმეორებ. აი ეს სიმართლე ბევრმა არ იცის დღემდის. 1992 და დღემდის ყველა არჩევნები არის არალეგიტიმური, უკანონო. მოქმედი პარტიებიც იქიდან დღემდის არიან ედვარდ შევარდნაძის პოლიტიკური სისტემის სამართალ მემკვიდრეები. აი ამ სიმართლეს რატო არ ვეუბნებით? მით უმეტეს იმ გზავნეულ ახალგაზრდებს, რომელიც თაროვის სახლის წინ დგანან დღემდის და არ იციან რისთვის არიან იქა. საზღვარგარეთიდან არიან ეგენი აი ესე დამონებულები და იმათ დავალებებს ასრულებენ და რატო სიმართლეს არ ვეუბნებით, რომ მართლა გავერთვიანდეთ ქართველები ამ დიდი სიმართლის გარშემო რა მოხდა 1992 წლებში, რატო არ ვამბობ დღემდის? მადლობთ ყურადღებისთვის. მადლობთ, ეს წუთია თქვენ ამ თემაზე ისაუბრეთ, ანუ ვამბობთ, ჩვენც ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე, კიდევ ვისაუბროთ მომავალში, მაგრამ ის რომ არ ვსაუბრობთ, ეხლა ეს წუთია თქვენ ამ თემაზე უკვე ისაუბრეთ ჩვენს პირდაპირ ეთერში და ამიტომაც არის მე ძალიან ვაფასებ ინტერაქტიულობას ობიექტივის აი ამ პროექტს რომ იყოს საზოგადოების ჩართულობა პირდაპირ ეთერში
აბა დარეკეთ სხვა არხზე სადმე. კი არის რამდენიმე პლატფორმა ხა ინტერნეტში, მაგრამ მე გეუბნებით სახელისუფლებო არხზე ან ის ოპოზიციური არხები როა დარეკეთ, აბა პირდაპირ ეთერში თუ ვინმეს აზრს გამოახატინებენ. და ეს რაღაცნაირად კარგია რომ შეინარჩუნა ობიექტივმა ეს ფორმა. და ისმის სიმართლე, რატომაც არა ისმის ამ არხიდან სიმართლე, ობიექტივის დევიზი თავიდანვე ეს იყო სიმართლე ყოველთვის, ყველგან ყველაფერზე და როგორც ვახერხებთ, ისე გვიჭირავს ეს დროშა და მე მგონი ღირსეულად გვეჭირა აქამდე და არც ამის მერე არ დაუშვებთ დაბლა ამ დროშას. ზარია კიდევ ერთი ეთერში. ირმა, შემოგევლე. გამარჯობათ. გენაცვალე, ირმა. მე თქვენი მომხრევა 84 წლის ვარ. ყველა მიტინგზე ვიყავი თქვენთან და სასულიერო პირიეროა გიორგი იმან მე მაჩუკა მამაო გაბრიელის სურათი მაჩუკა ირმა მის რენგენას დიახ ყურადღებით გისმენთ ჩემო საყვარელო ძალიან მიყვარხარ მე დაიცოდე როგორ მიყვარხარ დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის ამჟამად ვარ ლოგინში ჩავადრილად 74 წლის ვარ ხო და ვერ დავდივარ მაგრამ მკურნალობდა მაინც წამოვდგე ძალიან კარგი იმედი მაქვს რომ თქვენაირი შემართების ქალბატონი კიდე არაერთ არჩევნებში მოგცემს ხმას დიდი მადლობა და ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ ცოტა დრო დარჩა ჩვენი გადაცემის დასრულებამდე კარგია რომ ესე გვეფერებით გვიზიარებთ თქვენს სიყვარულს თქვენს ემოციას ეს დასაფასე ძალიან ვაფასებ მე ამას ამ მიტინგებზე ვიყავიო ყველგან თქვენთანო და ვაფასებ ამას უზომოდ ყველა ვინც მონაწილეობდა კიდე მიიღებს მომავალშიც მონაწილეობას ჩვენს მოძრაობაში რომ იტყვიან თითოეული თქვენგანი არის უაღრესად გასაფრთხილებელი უაღრესად დასაფასებელი და მინდა იცოდეთ რომ მთელი გულით ვაფასებ მე ამას კიდევ ერთი ზარი ჩვენს ეთერში ქალბატონო ირმა გამარჯობა გამარჯობა თქვენ ძალიან კარგი ხალხი ხართ ობიექტივის ხალხი ძალიან წმინდა რომ მოხვიდეთ სათავეში მაგრამ მithით რა არის ჩემი აზრი მაქვს აი ძალიან სუფთა ხალხი ხართ და ცხოვრებაში მოსასვლელად მენანებით და იცი როგორ დაგიჯგნიან აი რა ვიცი როგორ დაგიჯგნიან და აი ამ გავეშებულ ოპოზიციას რანაირად მოერევით აი ძალიან ცოდვები ხართ ცხოვრებაში მოსასვლელად მაგას ამორო სუფთა ხალხი ხართ მადლობთ დიდი მადლობა როგორი ისეთი საინტერესო მიდგომა იყო არა სუფთა ხალხი ცოდვა ხელისუფლებაშიო ნეტა ჩვენ ვეღირსოთ ბევრ სუფთა ხალხს ხელისუფლებაში მართლა არა მოჩვენებითად არამედ მართლა გულით სუფთა ხალხს იმიტომ რომ მხოლოდ ასეთ სუფთა ხალხს შეუძლია მე ბევრს ხედავ გარშემო სხვათა შორის წესიერ ადამიანებს განათლებულებს მორწმუნეებს აღსარებელ მაზიარებლებს რომლებსაც ვანდობდი ჩემს სამშობლოს და სწორედაც რომ აი ესეთი წესიერი ხალხი უნდა იყოს ხელისუფლებაში ზარია კიდევ ერთი ეთერში დიახ გისმენთ ირმა მე ისე განმეორებითავ ვეკავი რომ ლოგინსა ვარ მიჭალო თქვენი დახმარება მჭირდება გენაცვალე ეთერის შემდეგ თქვენ ტელეფონს მომცემენ თქვენი ტელეფონის ნომერს და დაგიკავშირდებით ხო? კარგით. დიდი მადლობა ზარისთვის. დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას. ამ გადაცემის შემდეგ ასევე გელით საინტერესო გადაცემა, ასე რომ დარჩით ჩვენს არხზე და
მოისმინეთ სიმართლე ნამდვილად ჟღერს ობიექტივის ეთერიდან. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.